მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის. საბოტაჟთან დაკავშირებით ახლა ქართული ოცნების წარმომადგენელი არ უნდა საუბრობდეს ნამდვილად, იმიტომ რომ მთელი ამ 13 წლის განმავლობაში ქვეყანას უწყობენ საბოტაჟს და მათი ეკონომიკური პოლიტიკის, მათ შორის საგარეო პოლიტიკაზე რო აღარ ვილაპარაკოთ, მათი ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით 100,000-ობით საქართველოს მოქალაქე არის გასული, ხო? ქვეყნიდან ძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, იმის გამო, რომ შვილებს ვერ არჩენენ, იმის გამო, რომ ოჯახებს ვერ არჩენენ, იმის გამო, რომ მოხუც დედ-მამას ვერ არჩევენ და ეს ადამიანები ტოვებენ ქვეყანას და მიდიან საზღვარგარეთ. აი ბოლო წლებში ქართული ოცნების პოლიტიკამ სწორედ ეს ემიგრაციისგან დაცლილი საქართველოს მოუტანა საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომაც თუ რამე არის საბოტაჟი მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით არის სწორედ ეს კიდევ უფრო მეტად გაღარიბებული საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრებული ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მათ შორის ყოფილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ლილუაშვილი და ეხლა როგორც აღმოაჩინეთ 13 წლის მანძილზე თუმცა ყველა იპარავდა საქართველოს მოქალაქეებისგან. ამიტომაც მე არ მგონია რომ ქართული ოცნება არის ის ძალა ვინც საერთოდ საბოტაჟთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს კონკრეტულად ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით ეხლა იმ ფონზე როდესაც საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან და აქ ვერ ნახულობენ ღირსეული დასაქმების შესაძლებლობას, ტოვებენ ოჯახებს და მიდიან არაბული ინვესტიციები თან იმ რაოდენობითაც ყობახიძე საუბრობს და რაღაცა ორი დიდი არაბული ქალაქის აშენება ეხლა ესეც რო განზე მოვიტოვოთ და ამ საკითხზეც რო არ ვისაუბროთ ქართული ოცნება რო ვიყო და 2012 წელი გავიხსენო მაშინ უნდა ესეთი მესიჯებით უნდა ვიყო წარმოდგენილი რომ ქართველობას ართმევენ ქართველებს მახსოვს მე ეს მესიჯები მის შესვენეთში ასფალტს იმიტომ აგებს რომ აქ ჩინელები უნდა ჩამოასახლოსო ეს პოლიტიკური ძალა მაშინ ერთ-ერთი მათი პროპაგანდის ხაზი სწორედ ეს იყო მაგრამ ახლა ზოგიერთი არაბების ჩამოსახლებაზე ლაპარაკობს მოკეთ არც მაშინ იყო ეს სწორი და არც ახლა თუ როგორ არის არა მე ვთქვი რომ ამასაც რო არ შევხედოთ ხო ეხლა ამ რიტორიკით არ ვისაუბროთ რა რიტორიკასაც თავის დროზე ქართული ოცნება კადრულობდა ყველა ინვესტიციასთან დაკავშირებით რასაც იმ 9 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა ახორციელებდა რეალურ ინვესტიციასთან დაკავშირებით რეალურად იმიტომ რომ ეხლა როდესაც ქართული ოცნება რაღაც ინვესტიციაზე საუბრობს თუმცა ჩვენ კი იდეა მოცემულობა ის გვაქვს რომ საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყნიდან გარბიან და საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყნიდან რო გარბიან და ეხლა სხვადასხვა მონაცემებით 800,000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე არის ქვეყნიდან გასული ამ შემთხვევაში აქ რაღაც არაბულ ინვესტიციაზე საუბრობდე, მართლა ნიშნავს დემოგრაფიულ პრობლემასაც ამ ქვეყნის, ხო? მაგრამ ამ წუთას მე სხვა კუთხით მაინტერესებს ეს ინვესტიცია, რაზეც საუბრობს ეგრეთ წოდებული პრემიერი, ხო? მე ძალიან მარტივი კითხვა მაქვს, როდესაც უსმენ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს ამ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით, ხო? პირველ რიგში ეს კითხვა არის შემდეგი, რომ თუ არაფერი დასამალი, იმიტომ რომ ჩვენ 13 წლის განმავლობაში ნახეთ, რომ ყოველთვის როდესაც ქართული ოცნება რაღაცა ინვესტიციებზე საუბარს იწყებს, ან რაღაცა ეკონომიკურ სარგებელზე საუბარს იწყებს ახლა ისევე როგორც ახლა საუბრობს იმაზე რომ ამ ქვეყანაში თუმცა იმხელა ეკონომიკური მაჩვენებლები იმდენად მაღალია და ეკონომიკა ისე იზრდება რომ საქართველოს მოქალაქეები თუმცა ბედნიერი არიან და რეალურად საქართველოს მოქალაქეები მათ სიوارს რო აღებენ იქ ხვდებიან რომ არანაირი ბედნიერები არ არიან და ეს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს შეეტყოთ საკუთარ ჯიბეებზე ამის გათვალისწინებით მუდმივად ცხადია არის ეჭვი რომ არაფერს ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი არ აკეთებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაფერს აკეთებს იმისთვის სადაც ნახულობს საკუთარ ინტერესს და საკუთარ სარგებელს. თუ არაფერი დასამალი მათ ამ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით არ აქვს. მაშინ მოდი, ადევს ამ ხელშეკრულებას, გრიფით საიდუმლო, რატო ადევს ამ ხელშეკრულებას? ეს გრიფით საიდუმლო და რატო არის საიდუმლო და გაასაჯარავონ ამ ხელშეკრულების დეტალები. გაასაჯარავონ და გვანახონ რა არის ის რავალდებულებასაც მთავრობა იღებს. რა არის რავალდებულებაც ეკისრება ამ კომპანიას და რა არის აქ ხვედრითი წილი მოგების ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის. რეალურად ამ ხელშეკრულების გასაჯაროვება ამ დეტალებზე ღიად საუბარი ძალიან ბევრ კითხვას თუ ისინი არიან მართლები და მათ დასამალი არაფერი არ აქვს. კი ბატონო, ბიზნეს საიდუმლო ანუ ვთქვათ ბიზნეს საიდუმლოებით იქნა ეს ახსნილი. სხვათა შორის როგორც ჩანს, თავადაც სურთ ამ თემაზე რაღაც გამუდმებული კომენტარების კეთება, იმიტომ რომ ქარდებით თავად პრემიერის მხრიდან მუდმივად საუბრობენ ამ თემაზე. ანა, მინდა აუცილებლად იმიტომ რომ მათ ამით კი უბრალოდ ამაზე თქვი, ამას სპეციალურად შორბიან და რატო გონია მთელი ეს კამპანია ხა ბლეფი მათ შორის ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რა ცდილობენ, რომ იმის პარალელურად
რაც ქვეყანაში ხდება, დაჭერები, პოლიტიკური პატიმრები, ევროპული ინტეგრაციის დაკარგვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აი პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და უბედურება, ხო, მათ შორის ძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი. ამის ფონზე პროპაგანდა ცდილობს, რომ შექმნას ცრუ ნარატივი, რაღაცა პოზიტიური მესიჯის ინვესტიციების, რომ ამ ქვეყანაში თითქოს რაღაცა უფრო მეტი ინვესტიცია შემოდის, რომელსაც ვიღაცეები, deep state-ები და გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები ებრძვიან. ამიტომაც შეგნებულად სწორედ თქვენ, რომ შეგნებულად წევენ ამ თემას ისე, რომ ვიღაცას საბოტაჟს უწყობს ამ თემას. და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიგვაჩნია ზუსტად, რომ ეს ყველაფერი არის უბრალოდ ბლეფი და თუ არა, მაშინ კონკრეტულად უნდა გაასაჯაროონ ეს ყველაფერი და ეს ხელშეკრულება და კონკრეტულად უნდა ვნახოთ, რა არის სახელმწიფოს ვალდებულება, რა არის ამ არაბული კომპანიის ვალდებულება, რა არის ის სარგებელი, რაც საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ამ ინვესტიციის. სხვანაირად ეს ყველაფერი გავს უბრალოდ ხელოვნური პოზიტიური დღის წესრიგის შექმნის მცდელობას ქართული ოცნების მხრიდან. კი ბატონო, ანა, აუცილებლად მინდა კითხოთ ივანიშვილის საქმის დასრულებაზე ლონდონის სასამართლოში. მესმის, რომ ეს შეიძლება სხვა სტუმართან უფრო მეტი ვისაუბროთ, ვინც ან იურიდიული ან ფინანსური მიმართულებით და არა პოლიტიკოსთან გულისხმობ, მაგრამ იმდენად ეს თემა იყო პოლიტიკის კონტექსტში განხილული თავად ივანიშვილის ადვოკატის მხრიდან, რომელიც მთელ ამ ფინანსურ დავას ეს თქვა სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს და მესამე ჯერზე ისინი იგებენ ამ პროცესს, როგორც ჩანს, თანხას დაიბრუნებენ თუ არა, ესეც იქნება სწორედ პოლიტიკურ კონტექსტში განხილული. კი, ამაზე შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ ნაკლებად მაინტერესებს გულწრფელად რო გითხრათ, ივანიშვილის ფული, რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში ერთადერთ კონტექსტში მაინტერესებს მხოლოდ ივანიშვილი, რომ რაც შეიძლება მალე მოშორდეს ამ ქვეყანას იმისთვის, რომ ამ ქვეყანა ნორმალური განვითარების შესაძლებლობა და გადარჩენის შესაძლებლობა დაიბრუნოს. ერთი რაღაცა არის ხადი, ხა მთელი ამ იმის განმავლობაში, ხა ეს ფული რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იქიდან ჩანდა, რომ თქვენ გახსოვთ ამერიკელებთან შეხვედრაზე ამავე განაცხადა და პასუხი ეს ქონდა, რომ სანამ იმ ფულს არ დამიბრუნებთ, არ შეგხვდებით და გახსოვთ, რომ კობახიძის 1 საათიანი შეხვედრიდან 45 წუთი კობახიძემ მარტო ბიძინა ივანიშვილის ამ ფულზე ისაუბრა, ხო? ანუ ბიძინა ივანიშვილის ამოსავალი წერტილი არის ფული. მე არ ვიცი ხა კონკრეტულად რა სამართლებრივი დეტალები იყო და რა იურიდიული დავა იყო, მაგრამ ვიცით ადვოკატის განცხადება, იქ ხალ deep state-ებს ახსენებდა, ხან გლობალური ომის პარტიას და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ერთი არის ფაქტი, დაუბრუნებენ, არ დაუბრუნებენ მისცემენ შესაძლებლობას ეს ფული განკარგოს თუ არ განკარგოს. ივანიშვილი არის მოქცეული სანქციების ქვეშ. ეს სანქციები მასზე უნდა თუ არ უნდა მას ყველა შემთხვევაში გაგრძელდება იმის შესაბამისად, რის შესაბამისადაც იმოქმედებს თვითონ და თვითონ რას აკეთებს? თვითონ აკეთებს იმას, რომ ამ ქვეყანაში ყავს დემოკრატიას, აკარგინებს ევროპულ ინტეგრაციას და ფაქტობრივად მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ მოქმედებს, ხო? მათ შორის, იმიტომ რომ დემოკრატიის მოკულა, პოლიტიკური პატიმრები, არჩევნების ფუნდამენტური უფლების გაუქმება და ასე შემდეგ, რასაც ის ახლა აკეთებს, ეს არის ის, რაც ეწინააღმდეგება ყველანაირ ფასეულობას, ევროპულ ფასეულობას გულისხმობ და მათ შორის ამერიკულ ფასეულობებსაც, ხო? მთელი თავისი საქმიანობით ის არის დაკავშირებული და მისი მართვის სტილი არის ზუსტად ისეთი, როგორც არის რუსეთის და როგორც არის ბელორუსის. ამიტომაც მთელი ამ თავისი ქმედითი ნაბიჯებით და მთელი ამ 13 წლიანი საქმიანობით მან საკუთარი თავი მიიყვანა იქამდე, რომ ის არის სანქციების ქვეშ, ეს სანქციები და წნეხი მასეც ცხადია, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რადგან არავის მას არ აპატიებს იმას, რასაც ის ახლა აკეთებს. მას შეიძლება ახლა დროის გარკვეულ მონაკვეთში შველოდეს ის სიტუაცია, რა სიტუაციაც არის უკრაინაში, ხო, ყველა ევროპელებიც და ამერიკელებიც, რომ უკრაინაზე არიან გადართული და ასე შემდეგ, მაგრამ ადრე იქნება თუ გვიან იქნება, უფრო ნელა იქნება თუ უფრო ჩქარა იქნება, ის ვერაცდება ვერც თვითონ და ვერც ვერავინ მისი გარემოცვა ამ სანქციებს. ამიტომაც ეს მისი არჩევანია, დიანა, მე საერთოდ არ მაინტერესებს რა მოუვა მის ფულს. მე საერთოდ მომხრევა, რომ კონდეს იმ ფულზე წვემა აღწევიდეს და მოგშორდეს ამ ქვეყნიდან და ამ ქვეყნას განვითარების შესაძლებლობა მისცეს, მაგრამ ერთი რამე ფაქტია, რომ არჩევანი უნდა გააკეთოს თვითონ. მისთვის ხო ყველაზე ღირებული არის ფული. დანარჩენი ხო არაფერი არ აინტერესებს, არც ეს ქვეყანა აინტერესებს, არც ეს ხალხი აინტერესებს, არც არაფერი აინტერესებს. და თუ უფრო ღირებულია ფული და თუ უნდა რომ ბოლომდე არ მოყოს სანქციების ქვეშ და საერთოდ ყველაფერი არ დაკარგოს, მაშინ მოშორდეს ამ ქვეყანას და ამ ქვეყანას მისცეს ნორმალური დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა. ამიტომაც თავისი არჩევანის მიხედვით კი ბატონო, კიდევ ერთი თემა ეს არის 28 ნოემბრის აქცია.
თქვენ როგორც ხვდები, უერთდებით ამ აქციას, გითხარით უფრო მეტი ზოგადად აი ამ პროცესზე, სად არის ახლა პოლიტიკოსებისთვის საინტერესო პროცესი? ეს არის აქციები, ქუჩის პროტესტი, თუ კიდე სადმე მიდის ეს პროცესი? მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებს და მე კი რა ალბათ ყველა საღადმოაზროვნე ადამიანი, რომ დღეს სიტუაცია პოლიტიკური ისა გვაქვს, რომ პოლიტიკა ამ ქვეყანაში არის ფაქტობრივად მკვდარი და მოკლა ბიძინა ივანიშვილმა და ერთადერთი პოლიტიკური პროცესი, რა რეალობის წინაშეც ვდგავართ, ეს არის ქუჩა და საპროტესტო აქციები. ამიტომაც ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას ყოველთვის ეს პოზიცია ჰქონდა, რომ საპროტესტო აქციები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, შესაბამისად ნებისმიერი საპროტესტო აქციები, რომელიც მიმართული იქნება რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენ ცხადია რომ შევუერთდებით, მხარს დაუჭერთ და ბოლომდე ვიდგებით, რადგან ჩვენ რეჟიმის დასუსტების და რეჟიმის მოშორების მთავარ გზას ვნახულობთ სწორედ ამ საპროტესტო აქციებში. ამიტომაც მთელი ჩვენი ძალისხმევა აი 28 როგორი იქნება ეს რისი ნიშანი იქნება და ასე შემდეგ. ანუ რა დატვირთვა აქვს გარდა იმისა, რომ ჩვენება რამდენი ვართ, ეს რას ცulis რეალურად თქვენი აზრით? აქამდე რა შეცვალა და აწერა შეცვლის. ნახეთ, ყველაზე მთავარი ამ პროცესში რა იყო? ამ პროცესში ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიუხედავად მცდელობებისა, რაც მან გააკეთა, მიუხედავად დაკავებებისა, წნეხისა, მიუხედავად უბედურებებისა, პროტესტი ვერ მოკლა. ხო, ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი ვისაუბროთ რაოდენობაზე, შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ სად მეტი, სად ნაკლები და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი რაღაცა არის ფაქტი. ერთი რაღაცა არის ფაქტი, რომ მიუხედავად ამ პროცესებისა, ეს მაინც პროტესტი მაინც მიმდინარეობს, პროტესტი მაინც ვერ გააჩერა, პროტესტი მაინც ვერ მოკლა. ის როგორი იქნება საპროტესტო აქციების შინაარსი, ზოგადად როგორ გაგრძელდება ეს საპროტესტო აქციები, მე ვფიქრობ, რომ აქ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, რომლის გაძლიერებაც ჩვენ გვჭირდება მთელს ოპოზიციურ სპექტრს. ამ ოპოზიციურ სპექტრში ცხადია, რომ გულისხმობ არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური პარტიების პირობითია უკვე აკრძალვის პირობებში. ეს არის სიმრავლე, იმიტომ რომ სიმრავლე არის ის, რისაც ეშინია ბიძინა ივანიშვილს და რეჟიმს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს სიმრავლე შეიძლება არ იყოს ყოველდღიურ პროტესტში, მაგრამ ეს სიმრავლე ესე დიდ აქციებზე აუცილებლად უნდა იყოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება და მეორე ბრძოლის უნარიანობა და არ დანებება საქართველოს მოქალაქეების. ეს ორი კომპონენტი არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი არა მხოლოდ 28 ნოემბრის აქციაზე, ყველა იმ აქციაზე, რომელიც რეჟიმის წინააღმდეგ გაიმართება, იმიტომ რომ ეს ორი კომპონენტი არის, რომელიც მიუხედავად სირთულეებისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსული საოკუპაციო რეჟიმის დასუსტებას და საბოლოოდ მის დასრულებას მოიტანს. დიდი მადლობა ანა წითლიძე პასუხობდა ჩვენ კითხვებს და დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს